დიდი მადლობა, ჩვენთან ერთად არის ტატო ყვამლაძე, თავდაცვის ეკონომიკის მკვლევარი. მადლობა შენი დროისთვის და ცხადია, გვინდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორც არის რუსეთის სამხედრო ინდუსტრია, რა იყო მაგალითად 2022 წლის 24 თებერვლისთვის, რას წარმოადგენდა და როგორ მოხდა მისი ტრანსფორმაცია მაგალითად აი ამ დროისთვის. მადლობა გიორგი მოწვევისთვის. სანამ 22 წელთან გადავალ, დავიწყო ჯერ 2014 წლამდე, იმიტომ 2014-დან დაიწყო თქვა რუსეთის ინდუსტრიის ესე რომ ვთქვა ტრანსფორმაცია. 14 წლამდე რუსეთი უკრაინის ყირიმის არალეგიტიმური ანექსიამდე, ესე რომ ვთქვა, რუსეთის ინდუსტრია იყო დამოკიდებული სათადაგო ნაწილებზე, იყო დამოკიდებული იმპორტს უკრაინიდან. დაახლოებით 70-80% სათადარიგო ნაწილები, ტურბოძრავები და ასე შემდეგ, ყველაფერი შედიოდა უკრაინიდან. შესაბამისად, რატო? იმიტომ საბჭოთა კავშირის დროს რუსეთის ტერიტორიიდან დაახლოებით 80% იყო მთლიანი ინდუსტრიის წარმოების ქარხნები და ასე შემდეგ განთავსებული, დანარჩენი ყველაზე დიდი მოზიდო იყო უკრაინის ტერიტორიაზე. ეს რა ვქი, რომელიც საზღვაო ინდუსტრია ძლიერი იყო უკრაინის ტერიტორიაზე და შესაბამისად სხვა მიმართულებაც. შესაბამისად, ბევრი რაღაცა ისევ დარჩა ომის მერე, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე და 2015 წლამდე მიმდინარეობდა იმპორტი უკრაინიდან. ომი რო დაიწყო, ყირიმის ანექსია გააკეთა, ბევრი კომპანია ჩაეხსნა, ესე რომ ვთქვა, ზელენსკიმ გამოუშვა ბრძანებულება, აიგზალა რუსეთთან ვაჭრობა. ერთ-ერთი კომპანია მაინც გააგრძელა თანამშრომლობა Motor-Sichia, რომელიც მერე 22 წელს ომი დაჭირდა, რომ ვთქვა, დაიჭირათ ეს თავის დირექტორი და რაღაცა შეეზღუდათ, იმიტომ მაინც აგრძელებდა ეს უკრაინული კომპანია რუსეთთან თანამშრომლობას იმ კრიტიკული ნაწილების მიცემას, ხო? შესაბამისად, ესო გაჩერდა რუსეთს უკვე გარდა უკრაინისგან სხვა კომპანიებსაც კიდევდა თავისი პარტნიორ ქვეყნებიდან, ხო? პატარა მცირენი ისინი ნაწილაკები, სათარგმნო ნაწილაკები, მიკროპროცესორები და ასე შემდეგ. 14-დან პირველი ეტაპი წამოვიდა, მერე სანქციების ტალღება შეზღუდა და უკვე 22 წლისთვის ესე ვთქვა, დღევანდელი შედარებით ნახევარი უკვე იმპორტი რაც შემოდიოდა, უკვე აღარ ქონდა ის სათარგმნო ნაწილები და მოუწია თვითკმარი და ადგილობრივი წარმოების გაძლიერება. ცდილობა ქონდა, როგორც დაიშეს, მაშინ მიცეს ჩააბარეს ბიუჯეტი და მიცეს, რომ აი შენ განავითარე ეს სამხედრო ტექნოლოგიურ სფერო მიმართულება და ჩავარდა ეს პროექტი, არ გამოვიდა. რაღაც ნაწილებზე იმას მაინც ასე თუ ისე დაიწყეს ადგილობრივი წარმოება, მაგრამ 22 წლის ომის შემდეგ ნახეთ, რომ ვერ ჩაანაცვლა რუსეთმა ბევრი რაღაცა. კომპონენტი, რომელიც ჭირდება თავის წარმოებას, მიკროპროცესორი იქნება თუ საკის არის, პაჩებიქს ვიაზე, მასწავლეს ამის თქვა არ ვიცოდი. ხო, აი ესეთ პატარა დეტალები, ხო? დღეს 22 წლის მერე უკვე უკრაინაში მეორედ შესვლის სამხედრო ინტერვენციის მერე უკვე ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა, დიდი პაკეტი ხო წამოვიდა სანქციების და ბევრმა ქვეყანამ შეიძლება ზოგი მიუერთდა სანქციებს და ზოგი არ მიუერთდა, მაგრამ უბრალოდ საომალოდ თავი აარიდა რუსეთთან ამ სამხედრო ინდუსტრიის კუთხით თანამშრომლობას. დღემდე რჩება ასე ვქვია, ინდოეთი, ჩინი. დავიწყოთ ჯერ ექსპორტი დავიწყოთ, ამ მდგომარეობა აქვს ექსპორტის მიმართულებით, ხო? 23 წელსა და 22 წელს რო შევადაროთ, დაახლოებით განახევრდა რუსეთის შეერაგების ექსპორტი. ასე ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ თვითონ ჭირდება ადგილობრივ ბაზარს ის შეერაგების სისტემები და მეორე, აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს ორი ექსპორტისთვის და შიდაწარმოებისთვის და მესამე კიდე, მესამე მეორეში გადის, რომ ქვეყნას აღარ უნდა შესყიდვა, ხო, ამ სამხედრო ტექნიკის, ხო? შესაბამისად, ინდოეთსაც შეუცდიდა, ჩინეთსაც შეუცდიდა პატარა ისინი, ალჟირი და პატარა ქვეყნები ყიდულობდნენ, ხო? იმპორტს რა შეეხება, ხო, იმპორტი ძალიან საინტერესოა, რამოდენიმე წლების წინ მიყიდული შეერაგების სისტემები ინდოეთზე რუსეთმა უკან დაიწყო შესყიდვა ამების, დაიწყო კანიბალიზაცია, სათადარიგო ნაწილებს ვერ შეულობს ამით გამოყენება. ბევრი ნაწილები შედის ჩინეთიდან, ხო? ძალიან საინტერესო кейსი იყო, AliExpress-იდან ყიდულობდნენ ან პატარა დრონებს, ხო? მე აგზალა ჩინეთმა, მგონი შაშან აგზალეს DJI დრონები პატარები, მაგებსაც კერძო იმინა ყიდულობდნენ, რა ქვია, კომპანიებიდან და ბევრი ნაწილს დღესაც რუსეთის სპეცსამსახურები ეხმარებიან ძალიან თავდაცვის ინდუსტრიას და ყველანაირ შესაძლებლობას იყენებენ, რომ გამოიწერონ, შეისყიდონ ამ სანქციების სავლით, ხო?
შეიძლება აქ საქართველოში გამოიწევონ, აქედან შეიტანონ ყაზახეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები რა. სკანდალი იყო ამერიკაშიც და ნახეს, რომ კანადური ლინზებიანი მარტო მთელი სოფლიო ნახდება, ანუ რაც ირანმა გააკეთა თავის დროზე, ყველა ამ სანქციებს აიდებით, რომ პატარა ნაწილები იყიდა თავისი ბირთვული სადგურისთვის, ანალოგიურად აკეთებს რუსეთი დღემდე, ხო, ცდილობსო და საქართველოს აისახა ბევრი რაღაცები ჩვენ ერთი წლის წინ ვიწერით რაღაცებს, ქართველი მომხმარებლები თქვა და ამერიკის საიტები და უკვე აიტარზე გაკაცდა საქართველოს იმპორტი, რადგან კონტროლი არაა, თქვა რომ გაიდინოს აქედან ეს სათარიღო ნაწილები, ხო? თურქეთიც მაგალითად არის, რაც გასაოცნე გასაკვირი იყოს, თურქეთიდან შედის ბევრი ისეთი მასალები, რომელიც თქვა სანქციები შემოქმედება. ხო, ორმაგი დანიშნულებით ნივთებში და ტექნოლოგიებში შედის ეს მიმართულება. რაც შეეხება ესე ვთქვათ რა ელის რუსეთს, ხო? ერთადერთი დადებითი რაც რუსეთისთვის მოხდა, ესე ვთქვათ, პრაგმატულად უკრაინაში გასაკვირია კრემლისთვის ადამიანი 1 მილიონი რუსის სამხედროს დაღუპვა ფასი არ აქვს მაგათვის შესაბამისად რუსეთის პუტინის ადმინისტრაციისთვის და ზოგადად რუსეთისთვის მომგებელი გამოდის ეს ომი რატო ხო ის ვადაგასული საბჭოთა ომის პერიოდში წარმოებული ტექნიკა ჩამოწერა მოუწია თუ აუფეთქეს ძალიან ბევრი დანაკარგი აქვს უკრაინაში შესაბამისად ამ ჩასწრება ხო ჭირდება გინდა თუ არ გინდა ახალი სწავლება მოუწეს ხო ნუ ხაისხი შესაძლოა უფრო მეტი მაღალი იქნება ის ეხლა 50-იან წლებში და 60 წლებში გამოშვება. კინოსტუდიიდანაც წაიღეს, ხო, ამასთანაც იყო, ხო, რა. კი, მე ყველაფერს რას მაქსიმალურად ცდილობ გამოიყენო, მიაქვს ნაცადაგო ნაწილები, რომ თქვა მოდერნიზაცია გაუკეთო არსებული რაც აქვს. მაგრამ გრძელ ვადაში ასე თუ ისე ეს პოზიტიურად დაისახება სამხედრო ინდუსტრიას რუსეთს. იმის გათვალისწინებით რომ სანქციები და ბევრი კომპონენტები არ შედის, ის რაც აქვს იმას გაუმჯობესებს, ხო, დაშლის კალიბრაციას გააკეთებს, ხო, ახალს გამოუშვებს. ჩამოწერა რამდენი ტანკი იყო აღარ მახსოვს ხა გუშინ დაიდო რა ქვია ინტერნეტში ამ უკრაინის თავდასხმის გავცელ გონი 8000-მდე თუ 5000-მდე აღარ მახსოვს საკმაოდ დიდი რიცხვი ტანკი იყო განადგურებული იმაში ხო ეს გარდა ამის ამ ტექნიკასო ჩაანაცვლეს ხო ახალი ტექნიკით ხო რაც დაკარგა უკრაინულ ადამიანურ ძალაზე და სამხედროებზე მაგაზე არ ვილაპარაკებ ინდუსტრიაში დიდად არა მაგრამ ნუ ეს მეორე ხარისხოვანია ჩვენი ინტერვიუსთვის რაცა მნიშვნელოვანი კიდე ამ ყველაფერს გრძელვადაში გარდა იმისა რომ ახალი ტექნიკა ჩააყენეს თვითონ ინდუსტრიის წარმატებაც გაძლიერდება ხო შესაბამისად ამდენი წელი 10 წელია უკვე თითქმის ებრძვის რუსეთი ან სანქციებს 10 წელია ცდილობს რუსეთი რომ თქვა თვითკმარი გახადოს და თავდასხმა ავტარკიულობა გაზარდოს მაგრამ მაინც გარდა იმისა რომ თვითკმარი გახადოს მაინც რჩება რამდენიმე ქვეყანა თავის პარტნიორად ხო როგორც ჩრდილოეთ კორეა არის ხო ირანი ხო ჩინეთიც ასე თუ ისე ინდოეთიც ხო ნუ ინდოეთს ირანს და ჩრდილოეთ კორეას ანალოგიური მდგომარეობა აქვს ეგეც მოქცეულები არის იზოლაციაში სანქციები ადევს და ზუსტად ირანმა პირველ ირანმა დაიწყო გონია თვითკმარი ინდუსტრიის წარმოება 79 წელს რევოლუციის შემდეგ 79 წლამდე 50-იანი მოსადექი რომ ჩამოაგდეს მაგის მერე სულ ამერიკაში შეერაღება შედიოდა ირანში ხო 79 და 59 20 წელი დაახლოებით აიათოლა ნუ ისლამური გახდა ეს რესპუბლიკა მე უკვე რასაკვირია ამერიკული სათადარიგო ნაწილი აღარ შედიოდა და ძალიან ბევრი რესურსი დახარჯა მოუწია ირანმა რომ თავის ინდუსტრია გაეძლიერებინა მისთვის თვითკმარი გახადულიყო და კალიბრაციაზე ბევრი გაუშვა თავისი ნაწილები ის რა ქვია შეერაღებათა ტექნიკაც რომ გადაეჩინა იმ დრომდე ასე მე უკვე გადავიდა თქვა რუსეთი რაც ყიდულობდა ანუ ერაყი და ირანის ომის დროს 80-88-ში ერაყის და ირანის ყიდულობდნენ რუსეთიდან რაღაც ნაწილებს ხო ჩინეთს ეხმარებოდა შესაბამისად ანალოგიური გზა აქვს რუსეთსაც ხო უფრო და უფრო ჩაიკეტება ეხლა ხო რაც უფრო დრო გადის ეხლა ომი თუ არ დამთავრდა სანქციებს კაცდება ზოგი ქვეყნები თუ არ გაჩერდება ახალი ქვეყანა მაინც არავინ არ დაიწყებს თანამშრომლობას ხო იმიტომ რა შედეგის მოყვება რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას სამხედრო კუთხით მაგრამ კიდე ჩვენთვის დასავლეთისთვის და ჩვენთვის ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცუდი ის არის რომ ის ქვეყნები რომლებიც თანამშრომლობენ უფრო მიახლოვდებიან მიეჭიდებიან რუსეთს ხო ირანი ჩრდილოეთ კორეა ჩინეთი ეხლა ჩინეთს არავის და მიკედლება არ ჭირდება თვითონ ძლიერი თვითონ თავის ინდუსტრიაც ძალიან ძლიერი აქვს მაგრამ ეს ქვეყნები ვინმე თანამშრომლობენ კიდე უფრო გააძლიერებს აი თანამედროვე ტექნოლოგიებს როგორ მიიღებს ანუ გასაგებია რომ მაგალითად რკინა იქ ფოლადი შეუძლია თვითონ აწარმოოს თვითკმარი იყოს და ასე მაგრამ
აი ისე ზუსტად ტექნოლოგია თან ეგ უჭის რა ეგ ისე დარჩება პრობლემა ხო აკილეს ქუსლა დარჩება სამხედრო ინდუსტრიისთვის და რაღაც არ როგორც reverse engineers არ უკვე ინჟინერს აკეთებს მოიპარავს რაღაც ტექნოლოგიას ვიღაცისგან იყიდის ხო ჩამოგდებული დასავლური იმას და აი ესე მაიმუნობით ეს სპიონაჟის ტექნოლოგიების მოპარვა იქნება თუ როგორც აქამდე ასევდა ცივი ომის დროს ხო იპარავდა ტექნოლოგიებს თავისას რას უშვებდა რუსეთი ხო სამხედრო ის კალაშნიკოვიც რა იყო გერმანულ ყველაფერი მოპარული ტექნოლოგიებით აკაწყებული დღემდე რაც აქვს ხო და შესაძლოა გააგრძელებს ამ სპიონაჟსაც რა ისევ რაღაცებს მოიპარავს რაღაცებს დააკოპირებს მაგრამ ყოველთვის იქნება ჩამორჩენილი დასავლურ ტექნოლოგიებთან რა ვერ იქნება მოწინავე მაგიტოა ეს რაც დრო გადის უფრო სამხედრო შეარაღების სისტემები უფრო და უფრო მაგალ ტექნოლოგიურ ხდება ხო იხვეწება ეს რო თქვა და რუსეთი ამ ხვიდად ვერ დაეწევა ამ კუთხით რო თქვა გაუწიოს კონკურენცია F-35-ის სტელ სისტემის მრავალ ფუნქციო გამანადგურებას რას უზა მოიერიშეს რას ითი და სულ 35-ით ვერ დაეწევა მაგრამ იმისთვის რაც სჭირდება რეგიონალური თქვა უსაფრთხოებრივი მშვიდობა რო თქვა გაარღვიოს ესე რო თქვა მეზობელი სახელმწიფოებს ძალიან გამოიკაცა გარშევინები ყავს ხო ჩინეთთან რუსეთი არ შევა ხო უკრაინა აქეთ მაგალითად ის არსებული ტექნიკას უჭის ხო ფაქტია რომ უჭის იმ ტექნოლოგიამდე ნახეთ რომ ძალიან ბევრი ტექნიკა უჭის მაინც მაგრამ მასაზია ბევრი აქვს ზუსტად ეგ არ გათვალო ძალიან ბევრი აქვს და გააჩნია აი რეალი რო გაქა ომი რო გაგრძელდება მაგაზე ძალიან ბევრი აქვს დამოკიდებული კიდე ბატო, აი ზუსტად მანდ მივდივარ ახლა, რომ აი თავდაცვის ინდუსტრიის მიმართულებით რა შეიცვალა. რასთან გვაქვს დღეს მაგალითად რამდენი განსხვავებული ვითარება გვაქვს, იგივე აი შეიარაღების ასე ვთქვათ, გონკა ვაორუჟენი იყო, აი მე-20 საუკუნეში, მაგალითად იმისგან რითი განსხვავდება? იმისგან, კი, გამალული შეიარაღება რაც იყო 80-იან წლებში მიაღწია PIX, რეიგანის დროს ეს ამერიკა უნდა ეწყოს Strategic Defense Initiative, რასაც ერთგან აი რა ქვია Star Wars-ს ოეძახდნენ, ის რუსეთი ვეღარ მივა იქამდე იქ ძალიან დიდ ახას ხარჯავდა მაგ დროს მაგის ეკონომიკა ფიზიკურად ვერ გაუძლე. თავარი რაც იყო ხო საბჭოთა კავშირი დაშლა იყო ეკონომიკური გამოფიტვა იყო და ამან პიკი დაასვა გამალულმა შეარაღებამ პიკი დაასვა საბჭოთა კავშირის ეკონომიკას და ჩამოიშალა ხო. რუსეთი ეხა ჯერ პირველ რიგში მაგის შესაძლებლობა არ აქვს ეკონომიკა მთლიანად მიმართოს მაგ მიმართოს. მეორეზე ნუ თავის შეცდომას გაითვალისწინებს ალბათ ხო იგივე რომ არ დაიმართოს. გაიწყეს განაიერაღება დაიწყეს გადაიერაღება შეერაღებას ესე ვთქვათ ახალი მაგრამ ის ტემპი რასაკვირველი არ იქნება რაც აქვს რაც იყო მაგ დროს ხო 80-90 წელს თავის დონეზე რეგიონალურ დონეზე რაც გარშევინები წყავს აღმოსავლეთ დასავლეთ რო ვისაუბრეთ ხო აღმოსავლეთ ეხლა ჩინეთთან არ ამგონია რუსეთთან რამე კონკურენცია წამოიწყოს მაგრამ აქეთ ამ ხარეს ვისთვისაც აინტერესებს დაიწყებს ახალი რაღაცა გაძლიერებას ახალი არმატა იყო ძალიან კარგი მაგალითია ეს ესენი ხო ტანკები რაც გამოშვეთ T-14-ები ხო მე-4 თაობის ტანკს ეგრეთ წოდებული რო თქვა არავინ არ ვიცი არის თუ არ მე-4 თაობი და ეს 3 დღიანი ოპერაცია დაიწყო 3 დღეში ვაპირებდა უკვე მე-3 დღე იყო მგონი კიევში რო შედიოდა მაშინ გამოჩნდა ეს ტანკები და უნდათ რომ აი კიევში კიევი აიღო T-14-ებით აიღო იმის მე არ გამოჩნდა ანუ განადგურებული არ არსებობს T-14 არავინ არ იცის როგორია ეგრე რომ ნახა რომ კარგად არ წავიდა საქმე კიევში ეგრე უკან გაიყვანა რომ თქვა არ ჩავარდნილიყო ტექნოლოგია არ ენახა ხო ანუ არავინ არ ვიცი დღემდე რა ეს T-14-ები ჩემი აზრით პირადი აზრით ჩავარდნილი პროექტია ხო რატო გაყიდვები ინდოეთი იყო პირველი რომელიც აპირებდა ეყიდა მგონი 301 წელს კიდოს აპირებდა თავიდან და მე საბოლოო ჯამში ბოლოს უარი თქვა და ესეთ ძალიან საინტერესო განცხადება იყო რომ ჩვენ ამდენს ერთო ჯერ არ ვიყიდითო იმიტომ დავიდოდით რუსეთის თავდაცვა რო იყიდეს რუსებმა თუ თავისთვის რო იყიდიანო რომ გატესტავენ და მე შეიძლება ჩვენ ვიყიდოთო ეს ტექნიკაო ხო ანუ და დღეს მაგიტო საინტერესო ჩემთვის რომ აი პირადად ეს ტანკი რო გამოუსწელია და ანუ ყველა საინტერესებს ხო როგორი ტანკია იძახს მე-4 თაობისა მაგრამ აი კიდე რამდენი პროექტი აქვს ხო გაკეთებული ეს ანუ დიდად ახალი არაფერი არ აქვს ხო რასაც ყველაფერს რაღაცა ძველის განახლება ხო ეს ზებგეითი რა ქვია ფრთოსანი რაკეტების ანალოგი ხო ძველი ისინი გააძლიერა რაღაც ახალს უჭირს ახალი ტექნოლოგიის შექმნა და დიდი ალბათობით მომავალშიც გაუჭირდება ახალი შექმნა რა ის რაც აქ იმას და ოდნავ გააძლიერებს რომ რაღაცა თქვა საბრძოლო სამხედრო მიზნები თქვა შეასრულოს და იმ პატარა თეატრში რაც ჭირდება დღეს უკრაინაში ან ადგილობრივ თქვა საზღვარზე დაჭირდება ხო ქვეყნებთან კიდე თუ შევიდა ვიღაცას ანუ რეალურად მთელი ეს ომი წყალებში 3 დღიანი გამარჯვების ომი რომელიც ჩავარდა და აგერ უკვე ამდენი ხანია მიმდინარეობს არის
ამ პროექტის სრული ჩავარდნა, ხო? ინდუსტრიის, ხო? ინდუსტრიის, ხო? აი ორივე არის ჩავარდნაც არის და კიდე ისიც გამოცდილებაც არის. ორივე მხარესა დადებითზე უარყოფითიც აქვს. დადებით ეს ისეთ ყველა ვიცით რუსული ტექნიკა ნაგავი იყო, ჯართი იყო და არაფერ არ ვაგოდა, ხო? ეგ რამდენიც გვინდა, ხო? პირველი ტესტი, რეალური ტესტი საბჭოთა ტექნიკის იყო ერაყის პირველი ომი, ხო? უდაბნოს ქარიშხალი, როცა თქვა დასავლური ამერიკული ტექნიკა დაუპირისპირდა თქვა რუსულ მანამდე შეგვიძლია ახლა ეგვიპტე ისრაელის ობზე. ხო, ეგვიპტე ისრაელი თვითონ პირველი, მაგრამ ის ხო ფართო მასშტაბიანი იყო, აი პატარა ისედ იყო, ჰაერი უფრო იყო და წერტილობრივი დატყვები იყო და ერაყი ეს თვითონ ტანკებიდან დაწყებული, თვითონ უკვე ტანკები სახარო სისტემით უსწავლენ, უფრო დიდი მოცულობას მიაღწია და მან ნახეთ რომ რეალურად უფრო ესე ვთქვათ არ იყო ის რაც ყველას ეგონა, ხო, მაგალითად. იმის მე რა ვქნა გავიდა იმის მეგობრ წავიდა თქვა რაკეტა მხარეს დასავლეთში გაძლიერდა ტექნიკა რუსეთმა ვერ გააძლიერა ისე რაღაცას კი ფაფხულობს ეს გაძლიერების კუთხით მაგრამ ვერ გააძლიერა შესაბამისად უკრაინის ნახულობთ რომ თქვა ტანკის კარგი ბრედლემ რა უქნა ეს ძალიან კარგი მაგალითია ვიდეო როა იმაში T-78 იყო T-90 აღარ მახსოვს მაგრამ უარნუ ფაქტი ის იყო ცუდი ტექნიკა აქვს ვერ აქვს ისეთი ტექნიკა რომ თქვა დასავლეთ კონკურენცია გაუწევს საბრძოლო მოქმედებაში მაგრამ დადებით ისე ის რომ რაღაცას განავითარებს ხო ის რაც ქონდა 22 წლამდე ის ჩამოწერა იმაზე კალი მაინც ექნება აი რამდენად მაღალი და კარგი იქნება ეგ რა ქვია ხო საკამათოა მაგრამ იმაზე კარგი მაინც იქნება რაც ქონდა აქამდე ხო რაღაცა დახვეწას ვარ 2 წლის მანძილზე ასე თუ ისე ხა ჭკვიანი ხალხი ყავს ეხა რომ ეყოლება სამხედრო ყავს სამხედრო ტექნოლოგიებში რაღაცაში გამოიკეთეს და გადინება ძალიან ბევრი ქონდა 80-90 წლებში არის თითქმის 80% ქონდა გადინება სამხედრო მეცნიერებისგან რუსეთის ინდუსტრიიდან, მაგრამ რაღაც ხალხი მაინც დარჩა. ხო, ასე თუ ისე რაღაცას გამოიყენებენ ამ უკრაინაში მიღებულ გამოცდილებას და დახვეწავენ რა. ჩემი აზრით და. დიდი განსხვავება არ იქნება. წინსვლა იქნებათ, მაგრამ ისეთი წინსვლა არ იქნებათ, რომ რაღაცა გარდამტეხი ის. ანუ ის ამოცანები, რომელიც ქონდათ იმ თავითვე განსაზღვრული, რომ უნდა დამსდარიყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და უნდა ყოფილიყვნენ ასე ვთქვათ პირველი ვიოლინოები იქ ანუ ეს განზრახვაც ჩავარდა არ გამოვიდა და დარჩნენ ისევ რეგიონალურ მოთამაშეთ როგორების იყვნენ პრინციპში ხო? უფრო აგრესიული სტატუსი უკვე ოფიციალურ სტატუსი მიეწერა აგრესორის რეგიონალზე და პუტინის ობამამ განაცხადა პუტინს ძალიან დიდი აღშფოთება ჰქონდა რეგიონზე როგორ მიხსენდა და ფაქტია რეგიონალური ძალა არის სოფლიოზე რა მგონია რომ ერთადერთი რაც სოფლისა ისა ბირთვული სტრატეგიული არსენალი აქვს სხვა არაფერი არ აქვს მაგას გლობალურ ეგ რო არ ქონდეს ჩათვალე ჩვეულებრივ რეგიონალური ქვეყანა იქნებოდა რომელსაც ატომური შეარაღება რო აი ხდის დღესაც მაგიტო უწევენ ანგარის მაგ თუმცა კაცმა არ იცის რომ ეს ტექნოლოგიები ბოლო მუშაობს არ მუშაობს აი ხა ხო დატესტა ხო გამოუშვეს რა ქვია რამოდენიმე ბალისტიკური რაკეტა ჩამოთმა იმდენი აქვს 6000-დან 7000-მდე აქვს ანუ ხო რაც არ უნდა ცუდი ხარისხი იყოს იმის 7-ის რო დავადეს აგ ესეც ისაა რა კატასტროფა ხო რა ანუ იმ მასშტაბებთან დაკავშირებით თორე ის რო ჯართია და ხა მიღრუები კი აქვს ესე რა ქვია მაგრამ მაინც დიდი ალბათობით რაც ეხა თქვა ამერიკამ გააძლიერა და დასავლეთმა გააძლიერა ეს სტრატეგიული შეარაღება იმას შეეძლებს კიდე შეიძლება ჩამორჩენილი იყოს მაგრამ ის თავისას მაინც გააკეთეს 6000-დან 1%-ით ჩამოვარდეს რა 60 რაკეტა 60 ბირთვული რაკეტა კატასტროფულია ხო რა კატასტროფა ტატო რო შევაჯამოთ ჩვენი საუბარი მოდი საქართველოს შემოვიყვანოთ ჩვენს დიალოგში და რა უნდა იყოს გათვალისწინებული მაგალითად ჩვენთვის ესეთი პატარა ქვეყნისთვის რომელსაც აი ესეთი უზარმაზარი აგრესორი მეზობელი ყავს ხო ინდუსტრიის კუთხით ხო თავდაცვის ინდუსტრიის კუთხით კი მაგაზე სტატია რაღაცა აი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ გავიგე მაგაზე სტატია დავწერე კარგად ამერიკიდან ჩავდეს ამერიკაში ინდუსტრიას დავწერე და მე რო ჩავდი სტატია დავწერე ზუსტად მაგაზე გამოვიკვლია ჩვენი ინდუსტრია, ხო? დელტა გვაქვს ესე რომ თქვა თავარი რაც არის. ანუ სახელმწიფო საკუთრებაში უარსებული არაფერი არ და საფრანგეთში, ესპანეთში, ბევრ ქვეყანაში მოსულა, რომ თვითონ იყოს რა ქვია ინდუსტრია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, თურქეთში ნახევარზე მეტად ზოგი გაპრივატიზებულია. რა ჭირდება? ხო, ჭირდება ადგილობრივი ხა ეს კაი რაღაცა დაიწყეს დელტას ქონდა 22-ში თუ 21-ში პოლონეთთან გააფორმეს, რომ 100 მოიერეში კამიკაძე დრონის აწყობის ლიცენზია გვაქვს რა. ნაწილს ხილავ ჩვენთან ვაწყობთ, ხო? მოწყობთ სახელი. ანუ შესაბამისად ესეთი პროექტები რო იყიდოთ, ანუ ლიცენზია აწყობის სისტემით უფრო განავითარებთ. ჩვენ შემთხვევაში აღჭირდება სახერო თავდაცვა მთავარი, ხო? ყველაზე მთავარი, რომელიც მაღალ ტექნოლოგიურია, ხო? აი არ ვიცი შესაძლებელია, მაგრამ ჯერ დავიწყოთ პატარით, ხო? ტაქტიკური დონის ისენი ხა თუ ისე რა ქვია პოლონელები უშვებდნენ თავის დროზე რა ქვია ხელგასატან
საჰაერის საწინააღმდეგო სისტემებს, რაკეტებს ჩვენ რატო ვერ გავაკეთებთ. ხო, ანუ პატარებით რომ დავიწყოთ, პირველ რიგში საჰაერის საწინააღმდეგო ტანკ საწინააღმდეგო მიმართულებაც ადვილია. პატარებით რომ დავიწყოთ, ნელა განვითარდება ეს მიმართულება რა. და შესაძლებელი არის ის საფრთხე რაც ახსენე იმასთან შეიძლება ჩვენი ინდუსტრია ერთი 20 წელიწადი 2 მილიონი დაახარჯო, მაინც ვერ დავეწევით ის საფრთხე რაც მოდის რუსეთიდან ჩვენ ეგეთი ინდუსტრია გქონდეს მაგრამ პატარ-პატარ რაღაცები სათადაგო ნაწილები თუნდაც საბრძოლო მასალის წარმოება, ტყვიების წარმოება რო დავიწყოთ ჩვენი, ხო? ანუ ელემენტარულად იმისთვის გამოგვადგება, რომ ჯარისკაცები უფრო მეტ სტრუქტურას გაივლიან, ხო? ინდივიდუალური 10-ეული, 20-ეული, 100-ული ზონის იქნება, უკვე ფუჭი იქნება თუ ჩვეულებრივი ვაზნები იქნება, ჩვენი გვექნება და აღარ მოგვიძებს კიდვას. ეს ჩვენგან კიდე კერძო ბაზაზე რამდენი მსროლელია, ვისაც დადის, რა ვიცი, ნადირობს, გამოდიან შეჯიბრებზე ზუსტად ეგენს, კარგია, ხო? შესაბამისი ავტომატების წარმოება, რა ავტომატური შაშხანები რა წარმოობს ეგეც. პატარით რომ დავიწყოთ, არის აუცილებლად მივახდე ეგეთ ძირითადად აქამდე რატო ვერ დავიწყეთ? აქამდე იყო განაცხადი იყო ღარიბავში იყო თავდასხმის ბაში თქვა რომ ვიწყოთ ჩვენ. ნუ ახლა მანამდე იყო 90-იანებში არსებობდა და იყო მაგრამ ეს არის ჩემი აზრით ანუ დათხოვები ხო გამოუშვეს რაღაცე გააუჯობეს ეს დიდგორებიც გვაქვს მაგრამ ანუ მოთხოვნა არა აქ ახლა რამდენჯერ იყო საქართველოს დიდგორი ხო 21 პროექტი ექსპორტი თავარი ექსპორტი გავიდეთ ჩვენ ახლა დასავლურ ქვეყნებში ვერ არის კიდე მაგრამ აფრიკა და სამხრეთ აზია, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს რომ გავიდეთ და მივყიდეთ, უფრო კაია, ხო, რაც ბევრს გავყიდით, მე ვაწარმოებთ, მე ფიდბექი მოგვივე იმათგან და ასე შემდეგ, ხო? ავტომატებზე რაც ახლა AI შახშე ხა ჩვენ რაც შემოვიდა ბოლო შემოსვლა რაც იყო კოლტები შემოვიდა ეს FMF-ები შემოვიდა ამერიკიდან კოლტი რაც ავნდა გამოუშვა დელტამ რამდენიც დახარჯოს ის ინსტიტუციის მეხსებას კოლტს აქვს ვერ დავეწევით მაგრამ ეს კოლტი ხო ჯერ გავიგე აქედან ხარ კერძო ბაზაზე ცოტა არის მე მომხდარ რამდენი კაცი უნდა იყოს აი ვის რამდენი ადამიანს უყვარს თქვა AI არის ხო აი 1000 კაცი რა იყოს თვითონ სტრატეგიული კუთხით ინვესტიცია არ უღის ეთყობა ჩემი აზრით რომ არ წარმოვარა ზოგადად ეს იარაღ პატარა შეერაღება რომ გააზრიო ადგილობრივ ქვეყნებს რაც მეტი მოქალაქე იყოლება ვისაც იარაღის სროლა შეუულია ტოტალური თავდაცვის პრინციპში ხო გვიწერია სტრატეგიულ ტოტალური თავდაცვა გვინდა ხო რეზისტენსი იქნება თუ რეზილიენსი იქნება ქვეყნისთვის კარგია რომ სტრატეგიულ გრძელვადიან პერსპექტივაშია და მაგითო დაბლ გავითარდეს დაბალ დონეზე ეს ჩვენი ინდუსტრია არ იქნება ურიგო ჩემი აზრით ურიგო არ იქნება ნამდვილად. ტატო, დიდი მადლობა ტატო ყვამლაძე. თავდაცვის ეკონომიკის მკვლევარი იყო დღეს ჩვენთან ერთად და წარმატებები შენ. დიდი მადლობა.